მართალია ქუჩის ძაღლების პრობლემა მათი თავშესაფარში გადაყვანით უნდა მოგვარდეს, მაგრამ ქუთაისის მაგალითზე ეს გამოსავალი არ არის. ძაღლების დროებით თავშესაფარში დარღვეულ ნორმებზე ცხოველთა დამცველები აქტიურად საუბრობენ. ეს არის სადიზმი და ძაღლის მკვლელობა. მომაკვდავი ლეკვი ცხოველთა დამცველმა ძაღლების დროებითი თავშესაფრის ერთ-ერთ ვოლიერში იპოვა. თეიმურაზ ლაჭყებიანი ამბობს, რომ ცხოველები მძიმე პირობებში იმყოფებიან. ანტისანიტარია, რომელზეც იგი მიუთითებს, ვირუსების გავრცელების საშიშროებას ქმნის. როცა არის ფიცრის ტიპის, შეუძლებელია აქ მოხდეს დეზინფექცია. ვინაიდან რადგანაც ფიცარია, იქ გამოჩნდება ისეთი ერთი ძაღლი მაინც, მინიმუმ ერთი ძაღლი, რომელიც იქნება გარკვეული ინფექციებით დაინფიცირებული. აქ ფიზიკურად შეუძლებელია დაცული იყოს სანიტარია, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ამის ბაზა. ძაღლებს თავშესაფარში მხოლოდ პურით კვებავენ. ცხოველების დამცველი ამბობს, რომ ცხოველების მხოლოდ პურითა და წყლით გამოკვება დაუშვებელია. კიდევ ერთ პრობლემად კი ვოლიერებში ძაღლების რაოდენობას ასახელებს. თავშესაფრის დირექტორი ძაღლების ასეთ კვებას არასაკმარის ფინანსებს უკავშირებს. ის განმარტავს, რომ არსებული თანხით კვების რაციონის გაუმჯობესება შეუძლებელია. სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებით კი ცხოველთა დამცველების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ძაღლების სამედიცინო შემოწმება ყოველდღიურად ხორციელდება. ეს დროებითი თავშესაფარი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ შემოყვანილი ძაღლი უშვებთ ჩვენ ყოველ მეხუთე დღეს, ყოველ მეათე დღეს, როგორც ექიმი გვეტყვის, მასიურად უკეთებთ სოფისაცრებს. ქუთაისის ვიცემერი ადასტურებს, რომ თავშესაფარში არსებული ვითარება სტანდარტებს არ შეესაბამება. გამოსავალი არის ერთადერთი, უნდა გამოცხადდეს მრავალწლიანი შესყიდვა ამ მხრივ, რომ ვინმე დაინტერესდეს და განახორციელოს ინვესტიცია ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. ქუთაისის მერიაში პრობლემის მოგვარებას ტენდერის ხელახალ ჩატარებაში ხედავენ. ჯერჯერობით კი მაწანწალად ძაღლებისთვის ქუჩა საუკეთესო თავშესაფრად რჩება.